მოგესალმებით, დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართება დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხე ფინალური ეტაპის წილისყრე. შეგახსენებთ, რომ დარჩენილია მერვე ფინალური ეტაპის ორი მატჩი, რომელიც გაიმართება 13 და 20 აგვისტოს. 13 აგვისტოს მერვე ფინალურ ეტაპზე იბერია და ტორპედო დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, 20 აგვისტოს კი სპაერი და ფოთის კოლხეთი. რაც შეეხება მეოთხე ფინალურ შეხვედრებს, გაიმართება 23 სექტემბერს და აგრეთვე შეგახსენებთ, რომ დღეს წილისყრის შედეგად გაირკვა ნახევარფინალური წყვილებიც, ანუ მეოთხე ფინალის თუ რომელი მეოთხე ფინალის გამარჯვებულები შეხვდებიან ერთმანეთს ნახევარფინალში, რომელიც გაიმართება 30 ოქტომბერს. აგრეთვე პირველი ბლოკის 4-ეულის გამარჯვებული ფინალში იქნება ნომინალური მასპინძელი. შეუდგეთ წილისყრას და დებულების შესაბამისად შეგახსენებთ, რომ ისევ ერთმატჩიანი იქნება და იმ ლიგის წარმომადგენლის, რომელიც ქვედა ლიგიდან იქნება წყვილში, ის ლიგის წარმომადგენელი იქნება ნებისმიერ შემთხვევაში მასპინძელი. პირველი წყვილი გახლავთ ტყიბულის მეშახტე. მეშახტეს მოწინააღმდეგე იქნება იბერია ტორპედოს გამარჯვებული. მერვე ფინალურ ეტაპზე იბერია ტორპედო 13 აგვისტოს გაიმართება და 23 სექტემბერს დაუპირისპირდება მათი გამარჯვებული მეშახტეს, რომელიც მასპინძლობს გუნდებს ამბროლაურში. მეორე წყვილი ლოკომოტივი. ლოკომოტივის მოწინააღმდეგე იქნება ბათუმის დინამო. მესამე წყვილი გახლავთ გორის დილა. გორის დილას მოწინააღმდეგე იქნება სპაერი ფოთის გამარჯვებული. ამ წყვილში მასპინძელი გაირკვა, მხოლოდ სპაერი კოლხეთის დასრულების შემდეგ. ბოლო წყვილი რუსთავი კრისტაბეტერონ ლიგა 2-დან. დაუპირისპირდება სამტრედიას. რუსთავი სამტრედია კრისტაბეტერონ ლიგა 2-ის წარმომადგენელი, მათ ანჩი გაიმართება რუსთავში. მაშასე როგორც მოგახსენეთ, მინდა წარმატებულსო კრისტაბეტერონ ლიგის გუნდებს, კრისტაბეტერონ ლიგა 2-ის გუნდებს და რა თქმა უნდა გვიახლოვდება სანაკრებო პაუზა, მნიშვნელოვანი სანაკრებო ფანჯარა და მინდა საქართველოს ნაკრებს წარმატება უსურვო ეროვნულ ნაკრებს თურქეთთან და ბულგარეთთან გასამართ მატჩებში, რომელიც 4 და 7 სექტემბერს გაიმართება და აგრეთვე სტარტს აიღებს ახალგაზრდული ნაკრები, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიასთან შეხვედრით დაიწყებს შესარჩევ ციკლს. ეს მატჩი გაიმართება რამაზ შენგელის სახელობის არენაზე. ქუთაისელ გულშემატკივარს გთხოვთ, როგორც წინა ციკლში, უკომაგეთ ჩვენ გუნდს და გაიკვლია გზა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, ასევე დავიწყოთ და სექტემბრის თვიდან მოკლედ წარმატება უსურვოთ ჩვენ ეროვნულ ნაკრებებს. მადლობა ყურადღებისთვის.